მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ახალციხეში 9 აპრილზე მდებარე ვულკანიზაციაში დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრებმა თბილისში ინოვას კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ოჯახის წევრებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში. ინფორმაციას გვიდასტურებენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში და მიუთითებენ, რომ გადაყვანის საჭიროება არ იყო. შემთხვევა 6 მარტს მოხდა. თვითმხილველების თქმით, პირი საბურავს ცვლიდა, როდესაც იგი გასკდა, ღერძიდან მოძვრა და ხელოსანს მოხვდა. მათივე ინფორმაციით პირი კლინიკაში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, კლინიკაში მიიყვანისთანავე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ადიგენის მუნიციპალიტეტში ეგრეთ წოდებული სამოციანების კორპუსში აივნებია დაზიანებული. მეტ ინფორმაციას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. ეს დაბა ადიგენია. ზაზაშვილის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. გამომდინარე იქედან, რომ კორპუსში 60 ბინაა, აქაურები ამ ტერიტორიას სამოციანებად მოიხსენიებენ. აქ მცხოვრებლები კორპუსში და მიმდებარედ არაერთ პრობლემაზე მიუთითებენ. მათ შორისაა დაზიანებული აივნები. ადგილობრივები პირად საუბრებში გვიყვებიან, რომ აივნების ძირი იშლება, ნარჩენები კი ძირს იყრება. შესაბამისად, აივნების სახიფათოა როგორც გამლელებისთვის, ისე მცხოვრებლებისთვის. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო და მოიკითხავს. კარგი იქნებოდა თუ ჩვენ მოგმართავდეთ. ჩემთვის ეხლა თქვენგან გახდა ეს ცნობილი. მე პირველად მესმის ამის შესახებ. მომართვიანობა ჩვენთან არ ყოფილა. ჩვენთვის არ მომმართავთ. მე ეხლა დავინტერესდები რა ხდება, რა მდგომარეობაა. ამავე კორპუსში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ეზოში შენობები, რომლებსაც საკუჭნაოებად, შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომად გამოიყენებდნენ, დაანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები კვლავ დახურული სივრცეების აშენებას ელოდნენ, სანაცვლოდ ეგრეთ წოდებული გადახურული ფარდული ააშენეს. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს. რაღა აზრი ქონდა, მაშინ თუ იგივეს გავიმეორებდით, რაც იყო, მაშინ ყოფილიყო ის. მათ ჩვენ აუხსენით თავიდან, ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ამ ფარდულების და სარეების და ეგრეთ წოდებული ავტოსადგომების აღებაზე, იყო ყველა აბსოლუტურად უკანონო. ხოვეთ ჩვენ და ერთობლივად გადავწყვიტეთ მათთან ერთად, მერიაც ხელი არ დაუდებს არაფერზე, თვითონ დაშალა მოსახლეობებს და შემდეგ იყო ესეთი, აი მანქანასაც წავიყვანოთ, როცა სეტყვა იქნება, ან ძალიან მცხუნვარე მზე არის და აი მანქანასაც წავიყვანოთ. მე მათ უთხარი მაშინ, რომ რახან ეს პრობლემა დგას, გავაკეთოთ ღია სივრცე დახურული, სადაც იმ დროს როცა თქვათ მანქანა იქნება დასაყენებელი, ავტომობილი იქნება დასაყენებელი ავტომობილი, როცა ავტომობილი არ იქნება, ბავშვებს უფრო გაცილებით მეტი სივრცე ექნებათ, გასართობად და გაერთობოდნენ. ამაზე ჩვენ შევთანხმდით. ამავე ეგრეთ წოდებულ სამოციანებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსს სჭირდება სადარბაზოების მოწყობაც. კორპუსი 70-ან 80-იან წლებში აშენდა. საცხოვრებელ შენობას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამოციანების და კიდევ 10 კორპუსის გარე ფასადისთვის ადიგენის მერიამ 600.000-მდე დახარჯა. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანის მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს talktv.g და Facebook გვერდს talktv. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. გასული კვირა საქართველოს პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. მათ რამდენიმე კანონპროექტსა და ინიციატივას უყარეს კენჭი, მათ შორის იყო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ის რასაც ხელისუფლება ამერიკული ფარას სიტყვასიტყვით თარგმანს უწოდებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს მათ წინააღმდეგ მორიგი სადამსჯელო იარაღია. ლორა თორნტონი მაკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამერიკული მაგალითის მოყვანა არ ახალია, თუმცა ეს არგუმენტი დიდი ხანია გაქარწყლებულია და პარლამენტის მიერ კენჭისყრა მხოლოდ იმას აჩვენებს,
ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მეტ სადამსჯელო ნაბიჯებს დგამს. მათ ეს ადრეც თქვეს, როცა უცხოური აგენტების კანონი შემოიღეს, რომ ის ამერიკულ ფარას ეფუძნებოდა. თუმცა ეს რომ ასე არ იყო, რამდენჯერმე უკვე ითქვა. არის რამდენიმე რამ, რაც განსხვავებულია. უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რელიგიური საქმიანობისთვის გამონაკლისები და ასე შემდეგ. მაგრამ რაც მთავარია, ფარა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. ის შეიქმნა იმისთვის, რომ თვალყური გვედევნებინა და თავიდან აგვეცილებინა ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რათა მათი ქმედებების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო და გვცოდნოდა, ვინ იყო მოწინააღმდეგის აგენტი. ის არ გამოიყენებოდა ჩვენი მოკავშირეების ან მოკავშირე ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასასჯელად. ასე რომ, როდესაც ქართული ოცნება ამ ტერმინებით საუბრობს, დე-ფაქტოდ ამბობს, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ძირითადად ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებია, როგორიცაა შეერთებული შტატები, ისინი როგორღაც საქართველოს მოწინააღმდეგეები არიან, რომ ისინი უცხო მთავრობის ინტერესებს ატარებენ. სხვა ბევრ საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად ქვეყანაში ამოქმედება მედიასთან დაკავშირებული კანონიც, რომელიც მედიის წარმომადგენლების თქმით შემზღუდავი და უსამართლოა. თორნტონი თვლის, რომ მაშინ, როდესაც მისი აზრით საქართველოში ძალაუფლების ყველა განშტოება ქართული ოცნების ხელთაა, დემოკრატიის ბოლო ბასტიონებად მედია და სამოქალაქო საზოგადოება რჩებიან და სწორედ ამიტომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ილაშქრებს. ფიქრობ ნათელია, რომ ესაა თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რუსეთში რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება. მედიასთან დაკავშირებული კანონების განხილვასთან ერთად სოზარ სუბარი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ახლანდელი პარლამენტის წევრი, სოციალური ქსელების და სოციალური მედიის დარეგულირების იდეითაც გამოვიდა. მაშინ, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხელისუფლების მხრიდან მეტ სადამსჯელო ნაბიჯებს შეიძლება მოასწავებდეს, თორნტონი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს, ქართულ ოცნებას ამის გაკონტროლება ძალიან გაუჭირდება. ქართული ოცნებისთვის სოციალური მედიის გაკონტროლება რთული იქნება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ გვინახავს სხვა ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ კონკრეტული საიტის დახურვა გამოსავალი არაა. ერთადერთი ეფექტური გზა აბსოლუტურად ყველაფრის დახურვა იქნებოდა. თუმცა ვფიქრობ, ძალიან უცნაურია, რადგან ეს ქართული ოცნების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ისინი სოციალურ მედიას ძალიან ეფექტურად იყენებენ საკუთარი კამპანიის, საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ სცადონ ინტერნეტ სივრცის გაკონტროლება, მაგრამ არ მგონია ეს ეფექტიანი იყოს. ძალიან ეფექტიანი აკრძალვის შემთხვევაშიც ნარატივები მაინც ვრცელდება. ევროკავშირში რუსული Russia Today აკრძალულია და მაგალითად საფრანგეთში მას ვერ უყურებენ, თუმცა ამას რუსული პროპაგანდის გავრცელება არ შეუწყვეტია. მან უბრალოდ ახალი გზები მონახა. თავისუფალი სიტყვის შეჩერების მიდგომა კი უფრო რთული რამაა და მათ ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თორნტონი ამბობს, რომ ამ შემზღუდავი კანონების მიღების ფონზე ნათელია, რომ ქართული ოცნება საკუთარ პოზიციებზე მყარად დგას და ხედვის შეცვლას არ აპირებს. Onlarının istehsalını və xidmətlərini əhatə edir. Rustavi şəhərində Inventin yeni filialında sizə aşağıdakı məhsullar təqdim olunur. Baytarlıq preparatları və biopreparatlar, heyvanlar və quşlar üçün kombinə edilmiş yemlər və konsentratlar, itlər və pişiklər üçün yüksək keyfiyyətli qida məhsulları, zooloji aksesuarlar, heyvanlara qulluq vasitələri. Invent baytarlıq sahəsində aparıcı şirkətdir. Rustavi filialına gələn müştərilərimiz heyvanlar üçün ən keyfiyyətli qida məhsulları, konsentratlar, preparatlar və aksesuarlar ala bilərlər. Rustavi filialı İstanbul bazarı ərazisində yerləşir.